სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ორიოდე სიტყვით მე მინდა რომ ესე იგი ჩვენი თავშეკავების შესახებ, ჩვენი ქცევის შესახებ თქვა ორი. აი, როდესაც ადამიანი ტაძარში მსახურობს, ან ვინაც მრევლია უბრალოდ ტაძარში, ადამიანები სხვაგვარად ვიყურებენ ჩვენ. ადამიანები უფრო მეც მოითხოვენ ჩვენგან და კაცმა რო თქვას ბუნებრივიც არის და უფრო მეტიც მოეთხოვენ. აი, ტაძრის მსახური იქნება, ეს გალობელი იქნება, სტიქაროსანი, მესანთლები. ყველა, ვინც ტაძართან არის დაკავშირებული, მრევლი იქნება. ჩვენგან შინაგანად უფრო მეც მოითხოვენ, აღარაფერს ამბობს სასულიერო პირს. ამიტომაც აი ჩვენ ყველგან რაღაცნაირად უნდა ეს გვახსოვდეს, რომ კლასში იქნება, უნივერსიტეტში იქნება, სამსახურში იქნება, სამეზობლოში იქნება, თუ ბაზარში რომ გაივლი, რაღაცას ყიდულობ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ იმ ოჯახის წევრი, რასაც ეკლესია ქვია. და ჩვენ ასე ვიყურებთ. ჩვენმა ქცევამ შეიძლება წარმოდგენა შეუქმნას ადამიანებს სხვების შესახებ, რომ ასენი ძალიან კარგები არიან, ან პირიქით. ჩვენს გამო შეიძლება სხვაც შერცხვეს. ჩვენს გამო შეიძლება სხვასაც კარგად შეხედონ. ახლა ოჯახიდან რო გამოდის ადამიანი, როგორ ამბობენ, ოჯახის სარკეაო, არა, ბავშვი რო გამოდის, როგორც იქცევა გარეთ, ფიქრობენ ადამიანები, რომ ალბათ ოჯახში ესე იქცევიან. ახლა რამდენჯერ ყოფილა ხოლმე, რომ დავუშვათ, აი ხო სტადიონზეც რო წავსულართ და ღვთისმსახურებლად ძალიან ბევრი ადამიანი, ესე იგი ზოგი დაჯდება და საზურგეზე დაჯდება და ფეხებს სკამზე დააწყობს. ხო, რაღაცნაირად ხო გექნება წარმოდგენა, რომ ეთქობა ამათ ოჯახში ვერ არის მთლად ისე კარგად საქმე. ზოგი რაღაცას შეჭამს, იქვე დაყრის ის. აი რაღაცა ამ დამოკიდებულებაში ხო ჩანს, რომ ადამიანს თავისი ოჯახი თუ უყვარს, თავისი ქალაქიც ეყვარება. და თუ დავუშვათ ის თავისი დედის ზრუნვას აფასებს, რომ სახში არ დააგდეს ტყუილად რაღაცას იმის გამო, რომ დედა ეცოდება, რომ ეს მისი საშრომია, რომ უნდა მან დაალაგოს და მოხვეტოს და გაასუფთავოს. იქაც ახლა ის სტადიონსაც თავისი მომვლელი ხო ყავს, ისე ხო არ არის, თავისით ხო არ გაქრება ის მზეს მზირის ნავთქვენები თუ პარკები და ბოთლები, ვიღაცამ ხოლმე იშვა. ამიტომ თუ კაცი თავის დედას აფასებს, თავის მამის შრომას აფასებს, იქ სხვის შრომასაც დააფასებს და ის სამაგალითო იქნება. და ეგრე ყველაფერში, ესე იგი კლასში იქნება თუ სკოლაში იქნება თუ ყველგან. ჩვენი შემხედარე ადამიანებმა შეიძლება ღვთის დიდება დაიწყო, მაგრამ ჩვენს შემხედარე შეიძლება ადამიანებმა ღვთის გმობა დაიწყო. ძველახთმაში იყო ასეთი სიტყვები, რომ ვაი იმ კაცსო, ვის გამოც დაიგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის. აი, ამ ღვთისმრჩეული ერის გარშემო ხო ცხოვრობდნენ წარმართებიდან. ახლა წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი ამ ღვთისმრჩეული ერიდან, ისრაელიანები, როგორც მოიქცეოდა ერთი, ამ წარმართებს გარეშე პირებს, ეგეთი წარმოდგენა შეექმნებოდათ მათ. სხვაგან ნათქვამია სახარებაში, რომ ეგრეთ წინელდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნე საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათას. ან ისე უნდა წინავდე შენი კეთილი საქმე, რომ შენი შემხედარე ადამიანი ღვთის დიდებას იწყებდეს. ეგეა ჩვენი საქციელი, ჩვენი სიტყვა პასუხი. არსად უკვალოდ არ რჩება, რაღაცა კვალს ტოვებს და ეს კვალი უკვე შენს გამო ადამიანებს ან ღმერთს ადიდებინებს და ან პირიქით. ახლა წარმოიდგინეთ, აი სახარებაში ასეთი რამ წერია, რომ ერთი ჩემსკენ მომავალიც კი რომ დააბრკოლოს ვინმემ, ჯობდაო რომ
წისქვილის ქვა მოება კისერზე და ზღვაში ჩაეგდო თავები. ახლა ჩვენ თუ შემოვხედავს ვინმე, რომ აი ტაძრის მსახური ვარ და დავუშვათ ვიღაცა დაბრკოლდება ჩვენი საქციელის გამო. გინდა მოსწავლე, გინდა მასწავლებელი, გინდა მეზობელი, გინდა თანამშრომელი, ნებისმიერი ვინმე. აი ჩვენს გამო, რომ ჩვენი უღირსი საქციელის გამო ესეთი საშინელი სიტყვებია ნათქვამი ღვთისგან. ამიტომ აი ჩვენ ყოველთვის ეს უნდა გვახსოვდეს. მეორე უკიდურესი მეორე მხარეა კიდე რომ ზოგჯერ ჩვენ ძალიან ბევრს ვთხოვენ ასე და ავიწყდებათ ადამიანებს, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეები გვაქვს, ჩვენი რაღაცა ზოდიანი მიდრეკილებები გვაქვს, რომელსაც ჩვენ ვერ ვწვით. შეიძლება მორწმუნე და ურწმუნო რაღაცა მომენტში ერთნაირად ჩავარდნენ ცოდვაში, გარეგნულად გამოჩნდეს, რომ ორივე ერთნაირად ჩავარდა, მაგრამ ეს მორწმუნე ნანობდეს ამას და ტიროდეს და თუმცა ამის სინანული არსად აღარჩენს. იმ მომენტში ყოველ შემთხვევაში არსად არ ჩანს ეს სინანული. და ურწმუნო შეიძლება არ ნანობდეს ამას, არ ფიქრობდეს ამის გამოსწორებაზე. თუმცა შორიდან ვინც უყურებს ამას, მას სულაც არ იცის ეს, ვინ შეინანებს და ვინ არ შეინანებს. ამიტომ ყველა შემთხვევაში ჩვენ სიფრთხილე გვმართავს. მაგრამ მეორე მხრივ, გარეშე ადამიანებს, ვინც არაეკლესიურად ცხოვრობს, მათაც სიფრთხილე მართებს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი განიკითხონ, ადამიანი, რომელიც ნანობს თავის ცოდებს და სინანული არ ჩანს და ამ სინანულის გამო ღმერთმა აცხონოს ეს ადამიანი. და ის გამკითხველი კიდე სულიერად დაზიანდეს. აი მაგალითად, წმინდა პაისი ათონელის სიტყვებს გაგახსენებთ. ერთი დიაკონი იყო, მოკლედ მონასტერში ცხოვრობდა და გაიგო, რომ ოჯახის წევრებმა თავისმა დებმა ვერ აიწყეს ცხოვრება და ფიქრობდა, რომ და წავიდა მონასტრიდან იმის გამო, რომ ეშინოდა, რომ ეს თავისი დები ჭეშმარიტების გზას არ აცდენოდნენ. განა მარტო იმიტომ კი არ მიდის, რომ მატერიალურად მიეხმაროს, არამედ და ეს ყობა რაღაც საფრთხეები დაინახა და ჩავიდა მოკლედ ერში ცხოვრობს. ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ოღონდ იმაზე უფრო მეტად ასკეტურად და თავშეკავებით, ვიდრე მონასტერში ცხოვრობდა. და მონასტერში კიდე ამ დიაკონს, მონასტრიდან წასულ დიაკონს განიკითხავდნენ. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რას აღარ ამბობდნენ მის შესახებ. ანუ როგორც მონასტრიდან წასულის, როგორც წაიათხოვა, იფიქრეს, რომ მიატოვა სამონასტრო ცხოვრება და ეხა ერში ცხოვრობს, იქ ვინიცის სიმღერებს უსმენს, სუფრაზეზის, იქ რაღაცა ხო. რომ მოაგვარა ამ თავისი ოჯახის საქმეები და გზაზე დააყენა თავისი დები, დაბრუნდა კვლავ მონასტერში. და იღუმენმა წინამძღვარმა რომ გამოჰკითხა, მისი ცხოვრების წესი ყველაფერი, ეს ტიპიკონი, ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა. და გაუკვირდა რანაირად ხო ფიქრობდა, რომ ეს ერში ცხოვრობდა. და მან მოუთხო თავისი ცხოვრების შესახებ, რატომაც წავიდა, რატომაც მუშაობდა, როგორ ცხოვრობდა. და ამ იღუმენმა ეპისკოპოსთან მიიყვანა და მაშინვე მღვდლად დაასხეს ხელი. და წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ ის წყებიო, ვინც მონასტერში იყვნენ მანამდე და ამას განიკითხავდნენ, ამ საქმის დასასრული არ იციან. დღემდე განიკითხავენ მას. არა და ეს წმინდა ცხოვრობდა. ამიტომ ერთი შეხედვით გარეგნულად არ უნდა შეაფასო ის, რის გამო აკეთებს, როგორ რანაირად. თუმცა ჩვენ რადგან ნანობთ ჩვენ ცოდებს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე ხო მაინც ნანობ და ჩემს თავს უფლება მივცე, რომ მოდი გავაკეთო ცუდი რაღაცა. არა. ჩვენ ნანობ თუ არ ნანობ, სხვამ ეს სინანული ვერ დაინახა და მაინც შეიძლება დაბრკოლდეს. და მაინც ჩვენი ბრალიც იყოს მისი დაბრკოლება. ერთი მისი არაკეთილგონიერების ბრალი, რომ ესე იგი იჩქარა ჩვენი განკითხვა, მაგრამ მეორე ჩვენი ბრალი. ამიტომ ყველა შემთხვევაში სიფრთხილე არის საჭირო. ღმერთი შეგვეწიოს, აბა ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფ.